აღდგა ქრისტე აღდგა ძვირფასო მამანო დედანო ძმანო და დანო ყველას გილოცავ დღევანდელ დღესასწაულს სენებას წმინდისა მოციქულისა სიმონ კანანელისა ჩვენი ერთ-ერთი პირველ ქადაგებელი ქრისტიანობისა რომელიც დაკრძალული არის აფხაზეთში დაკრძალულია ახალ ათონზე მონასტერში ახალი ათონისა იმ ძველ ტაძარში რომელიც მერვე საუკუნეში არის აგებული და დღესაც დგას ეს ტაძარი მერვე მეცხრე საუკუნეებისა და კიდევ ერთხელ ღვთის მადლითა და წყალობით ჩვენ გვაქვს უწყება იმისა რომ საქართველოში ქრისტიანობა მოციქულთაგან არის ნაქადაგები და ამ ქადაგების და მემკვიდრეობის შვილები ვართ ჩვენ ყველანი ერთად და რაც თავარია საქართველოს ეკლესია ჩვენ რამოდენიმეჯერ შევიკრიბეთ ამ დღეს ატენის სიონში და მინდა გითხრათ რომ ეს არ არის შემთხვევითი შეიძლება ვიღაცამ თქვას რატო ატენის სიონი ამ დღეს სიმონ კანანელის დღესა და აფხაზეთობას დღეს კიდევ აფხაზეთობა არის მოგეხსენებათ და არ არის ეს შემთხვევითი იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა თვითონ მოვლენები ჩვენი ისტორიისა როდესაც აფხაზეთის ერისთავი იოანე მარუშიძე ქართლში უფლისციხეში საქართველოს თლიანობაზე საუბრობს და მოუწოდებს ერს როგორი უნდა იყოს ახლა თვითონ აი რომ დავფიქრდეთ მოვლენათა სვლა და განწყობა ჩვენი წინაპრებისა აფხაზეთის ერისთავი დასავლეთ საქართველოს შეიძლება ითქვას გეოგრაფიულ შუა წერტილში საუბრობს ერთ სამეფოზე და საუბრობს გამთლიანებაზე ქვეყნისა და ერისა და არაბთაგან განთავისუფლებაზე. ეს შეუძლებელია რომ იყოს დაპირისპირება, რასაც ქვია გადაულახავი დაპირისპირება, თქვათ, როგორც დღეს უნდათ წარმოაჩინონ სამწუხაროდ ზოგიერთ თანამედროვე ისტორიკოს ჭყალებში რომლებიც ამბობენ რომ დასავლეთ საქართველო იმყოფება ჯერ რომის, მერე ბიზანტიის გავლენის ქვეშ და საქართველოს ეკლესიას იქ არ ქონდა არანაირი გავლენაო და ცდილობენ საეკლესიო და სახელმწიფო დამოუკიდებლობას დასავლეთ საქართველოსი აფხაზეთისა ამას ხაზი გაუსვან და წარმოაჩინონ ისე რომ საერთოდ არანაირი ერთობა არ ყოფილა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის და შემდგომ უკვე ესე თქვათ ქართებმა დაიპყრეს და ამგვარად მოხდა საქართველოს გაერთიანება. რა თქმა უნდა ეს არის ტყუილი. ყველაზე დიდი ტყუილი ალბათ რომელსაც დღეს ცდილობენ თავს მოგვახვიონ და ამას სამწუხაროდ საერო და ზოგ შემთხვევაში საეკლესიო ისტორიკოსებიც კი
ხელს უწყობენ. ხელს უწყობენ ზოგ შემთხვევაში, როგორც თქვი, მტკნარი ტყუილით და ზოგ შემთხვევაში ვიწრო ხედვით. ვიწრო ხედვით. როდესაც აფასებენ მხოლოდ ერთ და ხედავენ ერთ მოვლენას. ის რაც ზევით ვახსენე იოანე მარუშიძესთან დაკავშირებით, ეს ერთი ფაქტია. ამ ფაქტზე უფრო ადრეული არის, მე ალბათ მაქვს ეს ნათქვამი თქვენთვისაც, ატენის სიონის წარწერა, რომელიც პირდაპირ გვეუბნება მერვე საუკუნის დასაწყისში, 711 წელს, რომ სტეფანოს მამფალი ადის და ვიცით, წარწერა არის თვითონ 39 წლის, მაგრამ წარწერა ამბობს, რომ 29 წელი იმეფაო მან. 29 წელი და გვეუბნება, რომ ანუ ემთხვევა 711 წელს, რომ სტეფანოს მამფალი ადის ტახტზე მეგრელთა და ქართველთა. აი ამ გაერთიანებულ ტახტზე ადის სტეფანოს მამფალი და რა თქმა უნდა უკვე საფუძველი ქვეყნის ერთიანობისა არსებობს გაცილებით იმაზე ადრე, ვიდრე დავით აღმაშენებელმა გაამთლიანა საქართველო და გახდა უდავო, რომ კახეთი, ქართლი, კოლხეთი ეს არის ერთი ქართველთა სახელმწიფო და რომ ეს მისწრაფება ყოველთვის გააჩნდა ჩვენს ერს, გააჩნდა ჩვენს წინაპარს, გააჩნდა ყველა კუთხეში და რა თქმა უნდა, ხან პოლიტიკური მოვლენები, ხან პირადი ამბიციები ადამიანებისა ამას ხელს უშლიდა. მაგრამ მისწრაფება ერისა და ვინც ზრახავდა და თუნდაც დღესაც ზრახავს ჩვენი ერისათვის წინსვლას, სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, იმას ძალიან კარგად ესმის, რომ მხოლოდ ერთობით მიიღწევა ეს. ერთობით ქართველთა. ერთობით იმ კვირთა ამ მიწაწყლისა, რომელთაც წინაპრების ძვლები ეგულება აქა, რომელთაც აქვს გენეტიკური მეხსიერება დაკავშირებული აღმოსავლეთთან, დასავლეთთან, სამხრეთთან თუ ჩრდილოეთთან ჩვენი მიწაწყლის. და ამიტომაც არ არის შემთხვევითი ჩვენი ამ ტაძარში შეკრება, ტაძარში, რომელიც საქართველოს ისტორიის მრავალ საუკუნეს იცნობს. ვინ იცის, ვის ულოცია, ვის უტირია, უგლოვია ჩვენი ქვეყნის ჭირვარამი აქა, ვის სიხარული და ღვთის დიდება აღუვლენია და მადლიერება უფლისადმი ჩვენი ქვეყნის სიკეთისა და გამარჯვებისათვის. რა თქმა უნდა, ვიცით ჩვენ წარწერები მრავალია, მეფეთა წარწერები ერისთავთა, მაგრამ მათ გარდა კიდე მრავალი, ვინც ჩვენთვის უცნობია და მრავალი, რა თქმა უნდა, გამოჩენილი შვილი ჩვენი ქვეყნისა. და დღესაც როდესაც ჩვენ შევიკრიბეთ და ლოცვას
შევასრულებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სავედრებელი იქნება უპირველესად თხოვნა და მადლიერება უფლისადმი. მადლიერება, რომ ვართ ამ ეკლესიის წევრები და ამ ქვეყნის შვილები. და 21 საუკუნეში არ დავკარგეთ ჩვენი სარწმუნოება და რამდენადაც შეგვიძლია ვცდილობთ ვიყვეთ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. გულისხმობ, რამდენადაც შეგვიძლია არა ურაპატრიოტიზმს, არამედ იმ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ყველანი ერთად. იქნება ეს ქალაქი თუ სოფელი. და ყველამ კარგად ვიცით. სიმძიმეც, საშიშროებაც, ხელის შემშლელი პირობები ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და ჩვენი ქვეყნის წინსვლისა. და ზუსტად იმიტომ არა ვარ ჩვენ ურაპატრიოტები, რომ არ ვირტყამთ ჯიხს კერძზე და ესე იგი არ ლოზუნგებით არ საუბრობთ და უკაცრავად არ ყვბედობთ. არამედ ჩვენ საქმეს აღვასრულებთ ლოცვით, ადამიანებთან ურთიერთობით და ღვთისმცნებათა აღსრულებით. ჩვენთვისაც, ადამიანთათვისაც, ჩვენი ეკლესიის წევრებისათვის და წამს, რომ ჩვენი გადარჩენა არის ღმერთთან კავშირში. საქართველოს გადარჩენა არის ღმერთთან და ზეცასთან კავშირში. ღვთისმშობელთან და წმინდანებთან. და ამ საქმეს ხმამაღლა ვერ გააკეთებ ადამიანი. ამ საქმეს ვერ გააკეთებ ყვირილითა და ასე თქვათ ტრანსპორანტებით. ეგ საქმე უნდა აკეთო ჩუმად, რაც მთავარია მდაბლად. მაგრამ ამავ დროს ძალიან გონივრულად. იმიტომ რომ ამბობს წმინდა წერილი, რომ ასწავლეო გონიერსო, რომ ისწავლოს და არ შეგიძულოს, იმიტომ რომ უგუნური შეგიძულებს. და ეს დღეს ძალზე მნიშვნელოვანი არის. ძალზე მნიშვნელოვანია და იმისათვის, რომ უგუნური გონიერად, ასე ვთქვათ, ღვთისწყალობით გახდეს, ამას სჭირდება მოთმინება და ლოცვა. ამიტომაც სასულიერო დასი ლოცვით და მოთმინებით აღასრულებს ამ საქმეს. და არა, როგორც თქვი, ლოზუნგებითა და ტრანსპორანტებით. და ეს არის ჩვენი საკეთებელი და როდესაც დგება ჟამი განსაცდელის თუ ხმამაღლა საუბრის, მაშინ სასულიერო დასი ამასაც აკეთებს, მაგრამ ამასაც აკეთებს
თავისი საქმითა და ცხოვრებით და არა ყბედობით. ასე იყო ადრეც, როდესაც სასულიერო პირები გამოდიოდნენ შავი ჭირის დროს და მონასტრებიდან და ეხმარებოდნენ მოქალაქეებს, ასე იყო მაშინაც, როდესაც ქართველ ჯართან ერთად სასულიერო პირები ებმებოდნენ ბრძოლაში, იმიტომ რომ ერის გადარჩენის საკითხი დგებოდა. და ასე აჩვენა თუნდაც ბოლო ჩვენი ისტორიის წლებმაც. იყო ეს აფხაზეთის ომი, თუ 2008 წლის ომი, თუ პანდემიის პერიოდი, რომ საქართველოს ეკლესია მიუხედავად თანამედროვე ადამიანის სარწმუნოების სისუსტისა, საქართველოს ეკლესია აღასრულებს იმ საქმეს, რომელიც სასულიერო პირებს ევალებათ ღვთისაგან, ეკლესიისაგან და ერისაგან. და ამიტომაც მე წამს, რომ ჩვენი ლოცვა ამ ისტორიულ ტაძარში ეს არის იმ საქმის კეთება, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ეს არის ის, რაც ესაჭიროება ქართველს და ესაჭიროება აფხაზსაც. და ალბათ პირველი ნაბიჯები, გადადგმა რეალურად, რასაც ქვია, აფხაზებთან საურთიერთობოდ ამ ნაბიჯების გადადგმაც ეკლესიის მხრიდან იქნება განსახორციელებელი. საქართველოს ეკლესია და ჩვენი პატრიარქი ილია მეორე საოცარი მოთმინებით, მოწყალებით უდგება საკითხს აფხაზეთში სასულიერო ვითარების და მოღვაწეობისა. მოგეხსენებათ, რომ რამოდენიმე სასულიერო, მე ახლა ამას ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ვინმე რომ გაიგოს, ეს მიუვიდეს აფხაზებსაც. აფხაზეთში რამოდენიმე სასულიერო პირი არის, რომელიც არის ჩვენი პატრიარქის მიერ ხელდასხმული. ხელდასხმული, როდესაც საქართველოს ეკლესიას შეზღუდვა არ ქონდა. საუბარი იმის თაობაზე, რომ ეპისკოპოსმა დატოვა აფხაზეთი, ეს არის მტკნარი სიცრუე. მე
ბოლომდე ვიყავი მათთან, მამა ანდრია აქ არის და მამა ანდრიაც იყო და შეგვიძლია ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ადამიანის წინაშე ვთქვა და არ შემთხვევა ღვთის წინაშე, რომ პირველი დარჩენის შემთხვევაში მათ სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ ეს ერთი და მეორე ეპისკოპოსის გასვლა საკათედრო ტაძრიდან იყო დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ დროებით გასვლას იმ საფრთხისაგან, რომელიც 27 სექტემბერს სოხუმის აღებასთან დაკავშირებით შეიქმნა. და იმის შემდეგაც აფხაზეთის ტერიტორიაზე, აფხაზეთის სვანეთში საქართველოს ეკლესიის 3 მონასტერი მოქმედებდა, რომელიც მერე უკვე 2008 წელს გამოაძევეს იქიდან. ანუ ტყუილი არის, რომ ეპისკოპოსმა დატოვა თავისი საფრთხე. გარდა ამისა, პატრიარქი ყოველთვის ეუბნებოდა, რომ ჩვენ მზად ვართ ჩვენი სასულიერო პირები გამოვაგზავნოთ. და არც ერთი სასულიერო პირი არ იქნა დასჯილი საქართველოს ეკლესიის მიერ, რომელიც საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში იყო. იმიტომ, რომ აფხაზეთის მოსახლეობა, იქ მყოფი აფხაზები თუ ქართველები თუ სხვა ეროვნების ადამიანი არ დარჩენილიყო საეკლესიო საიდუმლოს და სასულიერო პირის მოძღვრობის გარეშე. მინდა ვთქვა, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენთვის დაუსვამთ შეკითხვები და უთქვამთ კიდევაც სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლებს, რომ რატომ არ სჯით ამა თუ იმ ადამიანს. მაგრამ პოზიცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა, ილია მეორესი და სინოდის იყო ასეთი, რომ ადამიანებს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა მადლთან ურთიერთობისა. რომ მადლი მათ უნდა ეხებოდეთ და ამ მადლს მოაქვს ნუგეში ადამიანებისათვის და ის ჭრილობები, რომელიც არსებობს დღეს აფხაზეთთან მიმართებაში, ამ ჭრილობების განკურნება შეუძლია მხოლოდ ღვთის მადლს. და თუ შეიზღუდა და თუ ამ მადლის მოქმედება არ იქნება და მოგეხსენებათ, რომ დაყენებული ან განკვეთილი სასულიერო პირის მიერ აღსრულებული ყველა ქმედება ხდება უმადლო, იმიტომ რომ ეკლესიაა ჩვენთვის მადლის მომნიჭებელი. ღმერთი კი ამაც ეკლესიას აძლევს და ეკლესიის გამო აძლევს სასულიერო პირებს და არა ცალკეულად. და რომ ამ მადლის გარეშე არ დარჩენილიყო აფხაზეთის მოსახლეები, ამიტომაც საქართველოს ეკლესიამ მუდმივად შეინარჩუნა მოწყალებითი და მოთმინებითი დამოკიდებულება. და ეს უნდა გაიგონ თუნდაც აფხაზეთში მყოფმა სასულიერო პირებმა, რომ დღესაც მათთვის საუკეთესო ვითარება და პირობა არის, რომ ისინი შემოვიდნენ ურთიერთობაში
ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან. რომელიც ჭეშმარიტად არის გულშემატკივარი და ჭირისუფალი აფხაზეთისა და სრულიად საქართველოსი. თუ მიხვდებიან ამას, მერთი მათ მისცემს მადლსაც და წყალობასაც და მორწმუნე ერსაც მისცემს. თუ ვერ მიხვდებიან, მაშინ სამწუხარო იქნება, რა თქმა უნდა, ვითარება ცხუმ აფხაზეთის ეპარქიის მორწმუნე სამწყსოსი თლიანობაში. და ამიტომაც აი დღევანდელი ჩვენი ლოცვა ჯერა რომ ამასაც ეხმარება. ეს არის ჩვენი თხოვნა, ეს არის ჩვენი ვედრება. ეს არის ჩვენი მოწოდებაც. ამ წმინდა და ისტორიული ადგილიდან ერთ-ერთი სიმბოლოდან ძველი გაერთიანებული საქართველოს სამეფოსი ადგილისა, რომელმაც იცის ჭირი და ვარამი ჩვენი ქვეყნის თლიანობის. ერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო. ერთმა დაალოცოს ჩვენი მშობლიური კუთხე აფხაზეთი, დაალოცოს ყველა მისი მკვიდრი დევნილი თუ იქ ყოფი და მერთმა გაუხსნას გონება და გული ყველას სინანულისთვის და შენდობისათვის ერთმანეთისა, ცოდვათა აღიარებისათვის და შერიგებისათვის. ამინ. მრავალს დაესწარით.